მინიმალური ხელფასი არის ხელფასის ის მინიმალური ოდენობა, რომელზე ნაკლებს არც ერთი დამსაქმებელი არ უნდა უხდიდეს დასაქმებულს და უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველყოს დასაქმებულთა ოჯახების ღირსეული ცხოვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო იკავებს მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილს ლიბერიის, სუდანისა და კუბას შემდეგ. მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს. ეს თანხა ქვეყნის საარსებო მინიმუმზე 13 ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასზე 99 ჯერ ნაკლებია. მინიმალური ხელფასის შემოღების შემდეგ 26 წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში საშუალო ხელფასი 29 ჯერ გაიზარდა. ინფლაციის დონემ კი 320%-ზე მეტი შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი ფაქტობრივად არ არსებობს. საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც მენეჯერის ხელფასი რიგითი დასაქმებულის ხელფასს 100 ჯერ აღემატება. კომპანიების მენეჯმენტი, რომელიც თვითონ წყვეტს სახელფასო ფონდის გადანაწილებას, ხშირად უფრო მეტად საკუთარ ხელფასს ზრდის, ხოლო რიგითი დასაქმებულისთვის ანაზღაურება ნაკლებად ან საერთოდ არ იზრდება. სწორედ ასეთი მიდგომის გამო საქართველოში 402 მაღალხელფასიან ადამიანს აქვს იმდენივე ანაზღაურება, რამდენიც ჯამში 301,000 დაბალ ანაზღაურებადი დასაქმებულის ხელფასია. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი სოციალური პარტნიორობის ჩართულობით საწყის ეტაპზე უნდა გაიზარდოს საშუალო ხელფასის 40%-მდე, ანუ 788 ლარამდე. მომავალში კი მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს არანაკლებ საშუალო ხელფასის 50%-ს, იმ ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს. სწორედ ღირსეული მინიმალური ხელფასი წარმოადგენს მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მაღალი უთანასწორობის შემცირებისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რისი მიღწევაც მხოლოდ საზოგადოების ამ საკითხის ირგვლივ კონსოლიდაციითაა შესაძლებელი.